პოლიტიკური კასტინგი კრემლის კარზე ქართულ ოპოზიციაში ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირ კონტაქტების დამყარება თანმიმდევრულ ხასიათს იძლევა. მოხშირებული მოსკოვური ვოიაჟების შემდეგ კი ჩნდება კითხვა ვინ იქნება შემდეგი. თუკი ნოღაიდელი კრემლის კარზე ლენტის გამჭრელად შეფასდა, ხოლო ბურჯანაძის პუტინთან ჯერ კიდევ მიმდინარე ვიზიტის სამშობლოს ღალატის დიდ პოლიტიკაში აღრევად ოპოზიციიდან უკვე სხვები ასეთივე დიდი პოლიტიკის კეთებაში ერთმანეთს ეცილებიან. მოსკოვში ჩასვლის სურვილს უკვე ღიად აცხადებენ კობა დავითაშვილი და ზვია ძიძიგური მოწვევას ელოდებიან ათილაშვილის თანაპარტიელებიც. დაადგებიან თუ არა მოსკოვის გზას ალასანია და გაჩეჩილაძე, ანუ ვინ იქნება შემდეგი. თამთასანიკიძე მუშაობდა დღეს სამთებაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება, თამთა გისმენთ. შემდეგი სავარაუდოდ იქნება ზვია ძიძიგური. დღეს ასევე მოსკოვში ჩასვლის სურვილი გამოთქვეს კობა დავითაშვილმა და ლეიბორისტებმაც. რუსეთის დედაქალაქში ჩასვლის მსურველი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ კრემლთან მოლაპარაკებებს წინაპირობის გარეშე ნებისმიერ საკითხზე გამართავენ. და გული მოვიოხოთ იმისთვის ხო უნდა წავიდეთ. ისეთ ადამიანს უნდა შეხვდე და ადამიანებს მოსკოვური ვოიაჟის გეგმებს ამჯერად ზვია ძიძიგური აწყობს. კონსერვატორების ლიდერი რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას უახლოეს თვეებში აპირებს. ამბობს, რომ შეხვედრებს მხოლოდ სახელისუფლებო ძალებთან გამართავს. გამორიცხული არც ვლადიმერ პუტინთან აუდიენციაა. ყველა თემა დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან, დამთავრებული დევნილების პრობლემით, მიმოსვლის პრობლემით, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის საკითხით და ყველა საკითხზე არის საჭირო და აუცილებელი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის. არწმუნებულია რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, რომ ოკუპანტის კეთილგანწყობაში დარწმუნებული ლეიბორისტები კრემლისგან მოწვევას კარგახანია ელოდებიან. შალვა ათელაშვილის გუნდი მოსკოვში გასამგზავრებლად მზად არის. შესაბამისი წერილი რუსეთის დედაქალაქში უკვე გაგზავნილია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს დღეს რუსეთში. ისინი საჭიროებენ დაცვას, ისინი საჭიროებენ მხარდაჭერას. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ასეთი მოწვევა ჩვენ არ მიგვიღია. აბა რა ვქნათ, არ დავილაპარაკოთ თუნდაც ოკუპანტთან? ასე უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად? მოსკოვში გასამგზავრებელ ოპოზიციის ლიდერთა შორის დღეს ირაკლი ალასანიას გვარმაც გაიჟღერა. რუსული მედიის ცნობით ნოღაიდელისა და ბურჯანაძის შემდეგ კრემლმა მოწვევა ალიანსის საქართველოსთვის ლიდერსაც გამოუგზავნა. თუმცა ალასანიას გუნდმა ინფორმაცია არ დაადასტურა. ოპოზიცია არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთში, იმიტომ რომ ამას ორმხრივ ურთიერთობებში არანაირი ცვლილების შეტანა არ შეუძლია. ხელისუფლებები უნდა საუბრობდნენ ერთმანეთში. ჩემი პოზიცია უცვლელია, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით. მოსკოვური ვიზიტების გახშირება საპარლამენტო ოპოზიცია აპრილის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს. ოკუპანტებთან სტუმრობას უმცირესობა პოლიტიკური პარტიების ფინანსური დაინტერესებით ხსნის. პუტინის კაბინეტში სხვა ოპონენტების გამოჩენას უმრავლესობაც პროგნოზირებს. უბრალოდ რაღაც განსაკუთრებული შარმი აქვს იმ მუხის მასიურ კაბინეტს, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან ვრემიადან გვახსოვს რეპორტაჟები და სადაც ესე თავმოწონებით ჩვენი პოლიტიკოსების ხედან და არ ვიცით რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ის ვიცით, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი სიმძიმე ბევრად უფრო იზრდება. თუ ეს ადამიანები ეწვევიან მოსკოვს, ბუნებრივია აქაც კიდევ ერთი ძალიან მკაფიო საშუალება იქნება ილუსტრაციის და ყველა კარგად დაინახოს ვინ არიან ეს ადამიანები. ქართული ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან შეხვედრით კრემლი ლოიალური ქვეყნის იმიჯის მორგებასა და საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის მოძებნას შეეცდება. ქართული ექსპერტების ამ მოსაზრებას რუსი კოლეგებიც იზიარებენ. რუსეთი რა თქმა უნდა სააკაშვილის შემცვლელს ეძებს. კანდიდატურა მხოლოდ ბურჯანაძე არ არის, რადგან საქართველოში უამრავი პოლიტიკოსია. მანამდე კი მოსკოვს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი აქვს შესასრულებელი. კრემლმა ჯერ ქართული ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობას აღადგენს. ამით კი ევროპასა და ამერიკას დაანახებს, რომ პრობლემა არა ქართულ ხალხში, არამედ სააკაშვილშია. პუტინისთვის მისაღები იყო ნოღაიდელთან ბურჯანაძესთან შეხვედრა, იმიტომ რომ ესენი მაინც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან, თქმა უნდა შეიძლება სხვებიც წავიდნენ მოსკოვში, მაგრამ მათ ალბათ ასეთ მაღალ დონეზე უკვე აღარ მიიღებენ. მოსკოვში წამსვლელ პოლიტიკოსებს სავარაუდოდ ლევან გაჩეჩილაძეც შეუერთდება. იტალიაში მყოფმა დაიცავი საქართველოს ლიდერმა რუსეთში წასვლის სურვილი ჯერ კიდევ ნოღაიდელი პუტინის ვიზიტის შემდეგ გამოთქვა. რუსეთის პრემიერის კაბინეტში კრემლისთვის სასურველი ქართველი სტუმრის კამი ისევ თავისუფალია. მალე ამ ადგილს კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი დაიკავებს, რომელიც პუტინის კარზე ქართულ ტროიკას შეკრავს. იმ ექსპერტების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ვიზიტების დროს ვლადიმერ პუტინი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემცვლელს ეძებს, არ ეთანხმება მეორე ნაწილი. ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარი ფავორიტი საქართველოში უკვე მოძებნილი ყავს და მას საჯაროდ მხოლოდ იმიტომ არ ხვდება, რომ ისევ ფავორიტის იმიჯს უფრთხილდება. ლაშა
მადლობთ თამთა ჩვენი კორესპონდენტი თამთა სანიკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ვიდრე პოლიტიკურ კასტინგზე ქართველი ოპოზიციონერები მონაწილეობას იღებენ კრემლში სხვადასხვა გეგმები მზადდება კრემლის პრაიმერი ოპოზიციისათვის თუ ოპოზიციის პრაიმერი კრემლისათვის ვიდრე რადიკალური ძალების ნაწილი ბურჯანაძის და ნოღაიდელის გზაზე დადგომას ცდილობს თავად რუსეთში მყოფი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოსკოვურ ვოიერს აფასებენ უკვე თბილისში ატარებს თუ არა კრემლი ალტერნატიულ პრაიმერს რათა საქართველოში მეფის ნაცვალის ვინაობა გაარკვევს ამ მსგავსი შეკითხვის მქონე შინაარს მქონე შეკითხვას დღეს საპარლამენტო უმცირესობაში სწავლდნენ ბურჯანაძე მოსკოვში დღემეორე ეკა სოსელია მუშაობდა დღეს ამ თემაზე ეკა შენ პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ ლაშა შენ კრემლის კარზე მიმდინარე პოლიტიკური კასტინგი ახსენე უკვე მეორე დღეა ბურჯანაძე პუტინის შეხვედრიდან და უკვე მეორე დღეა არ წყდება არანაკლებ მკვეთრი და რადიკალური შეფასებები ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან ეს არის ჩამონოღაიდელება სამშობლოს ხალატი თუმცა ყველაზე ახლობელი ოპოზიციისთვის მაინც პრაიმერი აღმოჩნდა პუტინი ბურჯანაძის და პუტინი ნოღაიდელის შეხვედრამ პრაიმერის თემა კვლავ აქტუალური გახადა თუმცა ამჯერად არა თბილისის მერის გამოსავლენად ვურჩევდი კიდეც ოპოზიციას ზედმეტად მოაწუხებენ ამხანაგ პუტინს ჯერ ჩაატარონ პრაიმარი გამოავლინონ მასთან მოლაპარაკე მთავარი ოპოზიციონერი და ის მიავლინონ მოსკოვში პრაიმერი უკვე დაწყებულია ოღონდ რუსეთში ასეთია გიორგი თარგამაძის შეფასება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს რომ კრემლი თბილისში მეფის ნაცვალს ეძებს კრემლში მიმდინარეობს პრაიმერი, სადაც უნდა გამოვლინდეს ერთიანი კანდიდატი საქართველოში მეფის ნაცვლის თანამდებობაზე. თავად ნინო ბურჯანაძე კი პუტინის შემდეგ დღეს ძველ მეგობარს მირონოვს შეხვდა და პუტინთან აუდიენციის საკუთარ ვერსიაზე საუბრობდა. ვარ ჩამოსული რუსეთში იმისათვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი. პუტინი ბურჯანაძის ერთსაათიანი შეხვედრა მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა გახდა. ბურჯანაძე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ კრემლის ანტიქართულ პროექტში ერთვება და ამისთვის საფასურის გადახდაც უწევს. ასეთია შეფასებები ოპოზიციის ერთ ნაწილში. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდება აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება კონფედერაციის ფარგლებში. პოლიტიკურად აბსოლუტურად გამომართლებლად მიმაჩნია და ადამიანურადაც ძალიან არ მომწონს, როცა ქართულ პოლიტიკაში კრემლის მოიმედეობა შემოდის. ეს ხალხი დადიან იმისთვის, რომ საყრდენი წერტილები გაიჩინონ თვითონ რუსეთში, რომ მე საქართველოში დაიმკვიდრონ პოლიტიკაში ადგილი და პოლიტიკაში ადგილი ვერ იპოვეს. კრიტიკისგან თავს იკავებენ ლეიბორისტები, რომლებმაც დღეს მოსკოვში წასვლის სურვილი უკვე ბევრის მსგავსად ღიად დააფიქსირეს. ჩვენ არა ვართ ექსპერტ პოლიტოლოგები, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ვიზიტები ვაფასოთ. ჩამოვიდეთ თავად შეაფასებს. მორიდებული იყო ახლების რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების ალიანსის ლიდერის კომენტარიც. ალასანია ბურჯანაძეს ელოდება. გაშიფასებას გააკეთებდით ნინო ბურჯანაძის მოსკოვში. მისი გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ დიდი პოლიტიკის საკეთებლად წავიდა მოსკოვში. მოდო დაველოდოთ რა დიდი პოლიტიკა გამოვა. ალასანიასგან განსხვავებით ბურჯანაძის დაბრუნებას არ ელოდებიან ნაციონალებში. ბურჯანაძის ძველი თანაგუნდელის გიორგი ბარამიძის თქმით, რუსული მხარდაჭერისთვის გადახდილი ფასი 20 ვერცხლის ტოლია. ეს არის ფასი, რომელიც ნამდვილად 20 ვერცხლის ტოლია. რადგანაც პუტინი არაფერს არ გააკეთებს ისეც, რაც საქართველოს ინტერესების შესაბამისობაში არის. მოსკოვში წასული ხალხი და წამსვლელი ხალხი არიან კანდიდატები, რომ წასულების პოლიტიკური თვალსაზრისით წასულების სადღეგრძელოში ჩაეწერონ. როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი რადიკალებში და ვინ იქნება ლიდერი მოსკოვური ვოიაჟების შემდეგ, ყოფილი პრემიერი თუ ყოფილი სპიკერი, ეს ბურჯანაძის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. პუტინის ახალი მოკავშირე სამშაბლოში სავარაუდოდ ხვალბრუნდება. შეფასებები თბილისში ბურჯანაძის ჩამოსვლის შემდეგაც გაგრძელდება და სავარაუდოდ უფრო რადიკალურ სახეს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ კი ბურჯანაძის გზას პუტინისკენ სხვა პოლიტიკოსებიც დაადგებიან.